ბათუმელების ადანეთ გაზეთის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მზია ამაღლობელს ციხეში ადვოკატი მოინახულებს. რეჟიმის პატიმრის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას მისი კოლეგები. ჟურნალისტები, ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები პარტნიორებს გაუგზავნიან საერთო მიმართვას, რომელსაც 300-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. ქეთი ნადიბაიძე დეტალურად გაგვაცნობს ამ გეგმების შესახებ. მზია ამაღლობელის ახლობლები კოლეგები ამ დრომდე ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ ინფორმაციის მიღებას პატიმარი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი კოლეგები ამბობენ, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით პროცესები ცუდად განვითარდეს, რადგან პატიმარს აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება და ახლა შიმშილობა მისი სიცოცხლისთვის არის სერიოზული საფრთხე. 16 დღე არის მზია ამაღლობელი შიმშილობს და ამ ვითარებიდან გამომდინარე ისინი ცდილობენ, რომ სხვადასხვა გზები, ფორმატები, მექანიზმები გამოიყენონ იმისთვის, რომ ამ საფრთხისგან და რისკისგან იხსნან. მაგალითად დღეს მედია გაავრცელებს საგანგებო მიმართვას, რომლის ადრესატი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო მედია და ახსნიან დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და კონკრეტულად იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალ სიტყვასთან და ჟურნალისტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ქვეყანაში. ჩვენთვის ასევე ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს სავარაუდოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი ექიმი პენტენსიურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელს მოინახულებს და მის კოლეგებს იმედი აქვთ, რომ აი ამ ფორმით მაინც შეიტყობენ კვალიფიცირებულ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე მედია ველოდებით, რომ ისევ ადვოკატი ნახავს ასევე მზია ამაღლობელს და ნახოთ რა ინფორმაცია, დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი პატიმარი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელი 16 დღე შიმშილობს. მისი ჯანმრთელობისთვის ეს შეიძლება ძალიან დამაზიანებელი იყოს. თუმცა დეტალური ინფორმაცია თქვათ თუ როგორ არის მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. ვიცით რომ დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევა და შეიძლება უფრო მეტი სიცხადე მივიღოთ. ვითხოვ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას სწორედ იმიტომ რომ მას მივაწოდა მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მზიას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება. მე ძალიან შეშფოთებული ვარ თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოვლენები, თუ რა ტიპის რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება, ესეც აჩვენებს. მხოლოდ ეს ერთი მაგალითი კი ნათლად წარმოაჩენს. მოვითხოვთ მზია ამაღლობელის როგორც უკანონო პატიმრის და სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მივმართავთ ყველა საერთაშორისო მედია ორგანიზაციას, ასევე მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ საქართველოში არსებული საშიში მედია გარემო იმდენად უკვე თვალშისაცემია და ისეთი რაღაცები ხდება უკვე ამ ბოლო პერიოდში ქვეყანაში, რომ არ შეიძლება ეს, ასე ვთქვათ, ყურადღების მიღმა დარჩეს და სწორედ აი ამაში ვითხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას. მაშინ როცა პენტენსიური სამსახური არ გასცემს ინფორმაციას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს, მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო განცხადებით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ გახდეს ცნობილი მედპერსონალზე დაყრდნობით ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე მიმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეს ორგანიზაცია, რომ ასევე გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი ინფორმაცია თუ რა ეტაპზე არის ამაღლობელის საქმის გამოძიება და ასევე ამ მიმართვის ადრესატი არის პროკურატურაც, რომ მოხდეს გადახედვა პროკურატურის დღის წესრიგის და საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების ცვლილება მზია ამაღლობელისთვის, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დღეს ემუქრება საფრთხე. მისი ინტერესების დამცველების ინფორმაციით მზია ამაღლობელი ამბობს, რომ ის არ შიმშილობს დღეს შეღავათებისთვის, არამედ ის შიმშილობს იმ უსამართლობისთვის და იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი აქვს ქვეყანაში.